დღეს ამ ვიდეოში 24 საათი ვიტაქსავთ ჩემი მანქანით BMW 34 გორის მასშტაბით და ნახოთ რამდენს ვიშოვით 24 საათის მანძილზე. ჩავიწერე აპლიკაცია, რომელსაც ქვია, არ გეტყვით რა ქვია, მე დაგიმტკიცებთ დღეს რომ თუ ფულის შოვრა გინდა, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია იშოვოთ ახლა. ეს მანქანა სამწუხაროდ მაგ აპლიკაციაში არ დაარეგისტრირეს, რადგან ძალიან ძველია და დავარეგისტრირეთ სხვა მანქანა, ვითომ Nissan-ით მივდივარ. ეს მანქანა 9 ჯერ დაგვიუარეს, არ ვიცი რა, არ მოწოთ Nissan-ს აღარ ჯობია. ტაქსისტებს ესე იგი რაც ჭირდება პირველ რიგში. ეს უნდა დააყენოთ. აქ მე ტელეფონს დადეთ რომ ლოკაცია გვიჩვენოს. სანამ შეკვეთებზე გადავიდოდეთ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა გავარეცხოთ მანქანა და სუფთა მანქანით უნდა წავიდეთ შეკვეთებზე. მოკლედ ხალხო, მანქანა შიგნიდან ამოუწმინდე. ეხლა ჩართოთ, მოდი. აპლიკაცია, აჰა, 3 ლარიანი შეკვეთა არის აქ. შეკვეთა უნდა ვიღოთ 3 ლარი უნდა ვიშოვოთ. ტაქსაობის მედიდი გამოცდილება არაფერი მაქვს, მაგრამ რაღაცა იქნება. მოდი აქ გავაჩეროთ და დავუკავშირდეთ. ალო, გამარჯობა. მოვედი, შავი BMW-ი ვარ. კარგი ძმაო. გაუმარჯოს. საით მიდივართ? გაიხარეთ. ძალიან უნდა გამოგიწერო. მადლობა. შენ რა ქვია ძმაო? სასიამოვნოა. წინა წყალზე კოდეჯები საით არის? გეტყვი. ზიო გამოწერილი. მადლობა. ბერი. ვიდეოს მუღამი რა არის ხა რას შეიძლება რა? აი მაინტერესებს просто ერთ დღეში რამდენი აგროვდება რა თანხა. თან ხა BMW-ი რო ტაქსავ, BMW-ი არ ტაქსავ მე ხოლმე და. სანამ დაედიტებ, ჩამედი მომეწონება. კი ბატონო. ბარაძე არის ხო გადახდა? გაიხარე ძმაო, მადლობა, კარგად. დიდი შეკვეთა მინდა და არ მოდის ჯერჯერობით რა. აი, 2 ლარიანი შეკვეთა ვაჩი, კარგი. წავედით, შემდეგი შეკვეთა უნდა მივიღოთ. წავედით. აუ, გაუქმა ძმაო რა. გამიუქმეთ შეკვეთა ხალხო და 5 ლარიანი შეკვეთა ავიღე. სავარაუდოდ სკოლიდან ბავშვი გამოყავს. სავარაუდოდ სკოლიდან გამოყავს ბავშვი. ალო, გამარჯობა. ნომერი არის 024. კი, მესამე სკოლასთან მარცხნივ არის შესახვევი მანდვარ. ხო ხედავთ? პაუერნიკები აქვს ჩართული. შავი BMW არის და პაუერნიკები აქვს ჩართული. გამარჯობა. თქვენ იყავით? არო ტაქსაო. ცოდეთ რომ ვიდეოს ვიღებთ. საით მივდივართ? ჯერ TBC ბანკთან და მე აბრამაშვილს. პრობლემა ხო არ აქვს მაღაზიაში? რაღაც რომ მე თუ გამოვჩდებით კი. TBC ბანკი ერთი არის აქეთ და ერთი კიდე იქით და კი ბატონო. იქით რომ გავაჩერო ცოტა შეიძლება? აი გავაჩერო თუ შეიძლება. გააშორი ხო არ არის? რასაც ლოდინი მოგიწევთ. არ არის. მოდი მე გაჩვენებთ რა სიტუაციაა. თუ ლიმიტი არის საკითხი ზოგადად გორია რა. ბევრს გამოჩენა არ უყვარს. ტაქსის მანქანას არ გავსეხა მთლად, მაგრამ მშვენიერი არის რა. აი აქ მიჩვენებს და სწორი არის ხო აქეთ? კი, სწორი. ხო რა გეტყვით რომ. კი ბატონო. მაგნიტი და ორი ნაბიჯი რო არის ეგ თუ იცი ჭალაში. კი. მაკეტიდან წავიდე ხო? კი, წადით მაგდეთ და მე გეტყვით. პირდაპირ სასახლეში მარჯვნივ ხო? აი, კოჩი. კეში კონცებული თუ ბარათი? კეში. ანუ. ბოდიში არ მქონდა ხურდა. კარგად იყავით, წარმატებები. ალო, გამარჯობათ. მოვედი მე მოკლედ ჩავი BMW-ი ვარ. დაგინახე, ჩავი BMW-ი ვარ, პაუერნიკები აქვს ჩართული, აი. არა, მარჯვნივ მოიხედეთ? აი. არა, ცოტა მარცხნივ. მოიცადე, აი. აი. კარგი. მანქანა დამიწერა. ო, გაჭედილია. ხო შეიძლება რომ გადავიღო. გადაიღეს, მაგრამ მე არ გამოვაჭრე. არ გამოგაჩნდა, არაა პრობლემა. კომბინატში აჰა, ბესიკი. კომბინატამდე ვიჭდე, მაგრამ მაგისი კი ცოტა მითხარით. კანაც სამოვიდეთ, ეგრე მივიდეთ. კი ბატონო, რა პრობლემაა? ბავშვს გამოვიყვა, უცებ გადავიდნენ და დიახ, არ არის პრობლემა. საერთოდ შენც რო არ ქონდა ვერ მივხვდი. რა იცოდა მანქანა სატაქსაოდ რო იყო გათვლილი. ხوار დაცხა ისე მანქანაში. ცოტა კი. შეგვიძლია ეს გადავხადოთ. ეს ეხება კი არის ხო 90-იანი მანქანა, მაგრამ აი 90-იანი მანქანა რო. ისე ჩემ არხზე რამე არ ხსენია? არა.
ერთადერთი ვარ გორში. ვინც რას აკეთებს ერთ? YouTube-ზე ვდები ვიდეოს. ახლა YouTube-ზე ბევრი ვიდეო. ასე თუ ისე წარმატებულ არხებში რაც ითვლება, გორში არავინ არ არის. ჩემი ქმარი ცდებს ვიდეო. მანქანებს უღებს ვიდეო. შეგვიძლია. ამ ხალხზე რატო დაარქვი? არ ვიცი გორის გზები. მოკლე გზები ჯერ არ დაუნუღა. რატო? დიდი ხუალა. აი მან ანი ხარიგო პრავა ან საერთოდ არ იცის დარება. ესე კი მსხავს ხოლმე ჩემი ქმარი დავდივარ, მაგრამ ჯარიმა ხო იცით რამდენია მაგას? 1200 ლარი არის. დედა ჩემიც პრავა დადიოდა და სანამ ჯარიმა არ დაუწერეს არ გაჩერდა. სადმე გამიჩერა უცებ გადავალ და მოვა. მაგ ვერ გავძრებით. ქალის დაყენებული რა უნდა იყოს. აქ უეჭველი ვერ გავძრებით ხალხო. ჩავაკართ მანქანას. რატომ ისიგნალებს? გადაკეტა გზა ვერ გავდივარ, გადაკეტა. აი ნახე, გადაკეტა. რა გავაკეთო, აბა? უკნიდან შეგიძლიათ გახვიდეთ. აი ცოტა წინ მიაყენეთ და ესე გამოდით უკნა, სხვა გზა არ არის. აუ ქალმა წეღალაკი შეგაჩერა. ყველა მოძრაობა გადაკეტა ვაფშე. ეს ზეგავთ შემოუტბარად. მადლობა. კარგად. თქვენ ხო არ გამოიძახეთ ტაქსი აქ? ბატონო, გამარჯობა. სხვა მანქანა იყო უბრალოდ. ვისანტიანა შენია. ხო და სხვა მანქანა იყო მითებული უბრალოდ. დაბთან. ეს ხალხი მოვიყვანე, ფული მომცეს და ავაგროვეთ საცხა ესე 20 ლარი უკვე. მოგოთ ხალხო, ეს ტაქსაობა ძალიან დამღლელია და ეხლა უნდა მივიდეო ჭამო. სხვათა შორის სტალინზე, სტალინის კრუთან გაიხსნა ახალი ძალიან მაგარი ობიექტი და მოდი მივალ გავტესტავ და ვნახოთ რეები ექნებათ. მოკლედ ეს არის სივრცე, რომელიც ახალი გახსნილი არის ჯერჯერობით. სტალინის კრუგის წინ მოკლედ როგორც კი მოხვალთ, პირდაპირ დაგხვდებათ ეს სივრცე. სახელი არის ბლითი, მოკლედ რო გასინჯავთ არ ინდანებთ რა. ეხლა მოდი შევუკეთოთ რამე. გამარჯობა. მოკლედ 10 სალი ბლითი მინდა და 1 კაკაო. 6 ლარს იქნება სულ. კი ბატონო, მადლობა. ჩაი უეჭველი დატოვეთ ხოლმე. მოდ პირველ რიგში გავსინჯოთ საუკეთესო რაღაც, რაც კი აქვს საერთოდ ბლითები, ანუ კიშკები, ძალიან გემრიელია. დარწმუნებული ვარ, ვინც მოყავთ, კაი, ძალიან მოგეწონებათ, ძალიან. აი უგემრიელესია. საუკეთესო ტკბილია, ასეთ ბიუჯეტში, ამაზე გემრიელად, ამაზე აი ტკბილად, ვერაფერი ვერ გაგრძნობინებს თავს. 35 თეთრით თითო კიშკა. აი მე რო სკოლის მოსწავლე ვიყო, უჭოლი აქეთ გადმოვიდოდი, შევჭამდი წავიდოდი. კაკაო არ გამისინჯი ამათთან, ნახოთ როგორია. ნამდვილად უხდება. ძალიან უხდება, ძალიან თან. მოკლედ ძალიან მოგეწონებათ მართლა, ადგილი უკვე იცით სადაც არის, ასე რომ მოგვაკითხეთ. უგემრიელესია, ამაზე გემრიელად დღეს მე ვერ შევჭამდი, დარწმუნებული ვარ. სამი ცოტა შორს, 3 კილომეტრმა გასავლელი და 6 ლარს მომცემენ მაქინას. ალო გამარჯობა. გამარჯობა. ჩავგემეთვით გავარ თქვენობაში. ორდიკე მაქვს ჩართულ თუ დამინახავთ. კარგი, ეხლავე. პრობლემა არ არის. ეცუთი არ გამეთიშოთ. ზაღლები ყეფავენ თქვენ გესმით. აი, დაგინახეთ. დაგინახეთ. მიწოს კავს. აჰა, ეტევით. YouTube-ის ვიდეოს თქვენ არ გამოგაჩვენეთ, არა პრობლემა, თქვენ ხო არ იქნებათ პრობლემა. არა, რატო, რა პრობლემაა? რა ვიცი, აბა ზოგმა მაგინა და. მაგასთვის ცოტა უცხო არის. მალე მოვაგიო გინისარი, ვერცხლისფერი, ვეროდები ვერცხლისფერს, რატომ მოდის ეს ვერ ჩემი მანქანა? 462. ხო და არეული არის პარამეტრები, არ ვიცი რატო. არა და ეს მანქანა ყავს მითითებული და სხვა მანქანას მიჩვენებს იქაც და რატო არ ვიცი ანუ. აპლიკაციით ხო არ მოდიან? რატო არ მოდიან, არ ვიცი. თასის მომატებას. ვანა რო დავრეკეთ. ჩემს არც არ ვიცი რა რამდენს დაძეცა. ჩეკმა ამიქო. ერთ საათი ტაქსი. და ბოლოს ის მოვიდა ვინც ტაქსისტი არ არის. ეგრე გამოდის. ვაიმე, არა ხადაო. სად კაი რა, ბენზინი გამომილია, მაგრამ გაზი დახვდა ბოდიში. ჩასასწრელი მაგ ბენზინი არც მინახავს ბოდიში. წადი. ალოკასთან კადია,
ბაგაჟი მე როგორ უნდა შევხვდეს. კამერა. რომელ სოფელში ვიდივართ? კამერა მენია არა, არის სწრაფად არ მიდიო. 60 თვით ვარ ზუსტად. ზოგადად საერთოდ რაც მაგალითად ოდერებ ერთი ჯარი არ მაქვს დაწერილი საერთოდ. ბარათი არ აქვს ხო აქ მიცემული. არა. ია, მაშინ ეს მგზავრობა არ გადაიხადეს. გამხდარი. ტაქსი ხო არა ვარ მართლა. არა, როგორ გეკეთება? არა. ანუ შენ 20 წლებში არ მუშაობ? არ მუშაობ ზოგადად. როცა გიხერხდება ხოლმე? მაშინ მუშაობ ხოლმე? არ მუშაობ საერთოდ. არ ვარ, ანუ იუთუბერი ვარ, ეგ არ ჩემი სამუშაო. ანუ ვიდეოებს როდის მაქენა არის შემოსავალი. არ მინდა, მართლა არ მინდა. არა. აბა რა მე პატიმისი რა გამომივიდა ეგ. ეგ არა, ესეთ გამა. ფიქრობ მარტო საკმარისად ვიტაქსავე. ძალიანაც დავიღალე რო არ მოგატყოდა, მოდი ავტოს დაურეკა. ჩემი ბიძაშვილი დამეხმარება აწია. სანამ ავტოს მივაკითხავთ, უნდა გითხრათ, რომ საუკეთესო გეიმინგ კომპანია არის საქართველოში Geekspot-ი, სადაც არის სხვა კომპანიებთან შედარებით დაბალი ფასებით. შეგიძლიათ გადახვიდეთ თქვენით ნახოთ, შეიძინოთ კომპიუტერები, მონიტორები, კომპიუტერის ნაწილები თუ სხვა. ასე რომ ლინკი აღწერაშია, გადახედეთ და თქვენი შეაფასეთ. ეხლა მალე ავტომატს მივუახლოვდებით. მიდი მალე მიადგი რომ ავტომატზე ვიყოთ ის ხო გიყურებს სავარაუდოდ მე მგონია რომ 10 ლარს დაგვიტო. ბოლომდე შეუცვალ ოპა უპირასი უჭირავს ჩემს. კაი კომპიუტერი აქვს ამახანას რა უბრალოდ კლიენტს ხალხო. ალო გამარჯობათ. თავიგებეთ ვართ მოსულები და საით ხართ რო გითხრათ? ვენდისთან ვარ, კი, ვენდისთან ვარ ეხლა. კარგი. შავი ბემერი ვარ ხედავთ? ეგ მანქანა ფიზიკურად აღარ ყავს გაფუჭდა და ამით მაგიტო წამოვედა. პრობლემა ხო არ არის? ალო, გამარჯობა. დიახ. ტაქსი მე გამოვიძახე და მგზავრთან ერთად ხარ? არა, მგზავრი არ არის. უბრალოდ ის არ შეიძლება? ზოგადად ესე არ ხდება ხოლმე და პაპატიეთ. სად მივდივართ? YouTube-ს უყურებ ზოგადად? მე YouTuber-ი ვარ ეხლა მაგალითად. ზოგადად ტაქსისტი არ ვარ, მოგეთ რომ ვთქვათ რა. სამანქანის ნომერი რა იყო? ეს მანქანა არ დაარეგისტრირა მაქსიმუმ. რეგისტრირებას არ აღმოაყოლე. ხო, მაგრამ რა ვიცი, მაინტერესებს ერთ დღეში რამდენი გამოვა რა. დღეს ხარ დარეგისტრირებული. მარტო დღეს ვარ დარეგისტრირებული და მაინტერესებს თუ გამოვა რა. ისე ზოგადად ძალიან ცუდად ხო არ დადის ეს მანქანა. წავა. აი. 91 წლიანია პაპაჩი მამაჩუკა და. აქ სადმე რო გავაჩერო ხო შეიძლება? კი, დავაჩვენე. აჰა. ბარათი მივხვდეთ ხო? კი ბატონო, მადლობა. ვალარი გავაკეთეთ, ორლარიან შეკვეთებს არ ვიღებთ ხო თო? არა არა სხვა შეკვეთა რო არ არის? არ ვიცი მივიღეთ შემდეგი შეკვეთა, რომელიც 3 ლარიანი შეკვეთა არის. აგი აქ უნდა მივიდეთ. რამე წამოვა ძალიან ბევრი კლიენტები უბრალოდ. ეხლა ავტობუსებია თმა და ბარათი თუ გადაიხადა ეგ არ მესიამონა სიმართლე რო გითხრათ, ქეში მირჩევნოდა. 3 ლარის გამო უკვე დავწვიეთ და დამოწული ბენზინი და რაღაცი ვიდააციცვა. დავიტანჯერ რა. რა არის ტაქსაობა ეხლა? მივალ სახში საჭმელს არ დამახვედრებენ. კაროჩი რა. ალო გამარჯობა. ტაქსი თქვენ გამოიძახეთ ხო მაქსიმიდან? შავი ბემური არის, პაორნიკები არის ჩართული და თუ შეგიძლიათ რომ ჩავაბრძანეთ. ეზოში ხართ? დაბრძანეთ თუ უნდა წავიდეთ. კარგი. კარგით, არა უშავს. 3 ლარის გამო ამდენი ვიარეთ, სტუილა კაცო. მოკლედ ხალხო ველოდებით ახლა კლიენტს, აი. გამარჯობა. კარალეთში არ მოყავ. აი მანქანა კი არა. აბარა. ლაბარა მანქანა დაგისურვე ისე სხვათა შორის გიცნობთ, გიყურებთ ხოლმე ახლა. ზარანოტოს თქვენი ვიდეოები. მადლობა. ტაქსისტი არ ვარ ზოგადად, მაგრამ ცხოვრება მოიტანა რა, ხო ხდებით. აი ნახე რა როგორ ატარებს ეს ხალხი. მე ჩემზე იტყვიან, პრავაზლისა იყო ამ დებილმაო. სრაბაციარული თუ გიყვართ ხოლმე ზოგადად. არ ვარ ტაქსი ქალბატონო, არ ვარ. ეხა ეს საცობები რო არა, ის თავრობის ბრალი არ არის, აი რავი რა. აბა ვისი ბრალია ხალხის ბრალი ხალხის ბრალი? არის რა. ორი ძალიან მიყვარს გულში ცხოვრობა, მაგრამ არ არის რა, დიდი პერსპექტივები სამუშაოების, ამიტომ ახალგაზრდები უფრო თბილისში იძებენ რა ეხლა. ზოგადად უმეტესობა
მიდიან თბილისში და ჩემი აზრით უფრო სადვიჟენიოთ მიდიან თბილისში ვიდრე სასწავლებლად. ანუ აი კი, აი ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი მიზეზი და არა სწავლება. კი, ეგეც. რავი, მე გორში ჩავაბარებ, შენივრად ასწავლიან აქაც, შეყვარებული ყავთ. რამდენად ახერხებს გორის ფარგლებში რომ გაგაოცოთ და კარგი დეითი მოგიწყოთ. არ არის გორში. ეს სადაც შეყვარებულთან ერთად გავყავ. კალავიჩის ადგილა თქვენ? მაგისთან. აჰა, 10 ლარი იქნება თქვენზე მაინც რომ ისედაც რომ გაამზადოთ. ვიდეს, აუ რა ხელასაცოდია. ვაი. პაპა, პატრული. სხვა კლიენტს მოძებნით უცებ. ვინმეს თუ უნდა საერთოდ. გამარჯობა. გაბრძანით. კაბინეტში. მასტერობა მე მართლა და ეგ და მაკაცა, ოკეი. მაგაზე პრობლემა არ ქონდეს. ამ წუთში წარმოვედი. დაგიგე კამერას. ეს არის ხუდა იქნება რა წესით რავი რაღაც ლარ ნახევარი. მადლობა და ბოდიში. ოპა 15 ლარიანი შეკვეთავთ დავაი. დავაი, სადა? ალო გამარჯობა. ალო? ალო გამარჯობა, მოკლედ ჩავიბემეთი ვარ 34-ით. ალო? მოკლედ ჩავიბემეთი ვარ მეთქი პაუერტნიკები მაქვს ჩართული. 034 არის ნომერი. კი, ანუ ყველაფერი ეწენ აპლიკაციად გამოგიც ახლა ჩამოვარ. კარგით. ვიდავსი რა გიზო? გაბრძანდით, საღამოშტობის. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ბოლო შეკვეთა, ძალიან დიდი გზა გავიარეთ. 20-იანი გაქვთ ხო ალბათ? აგერ ხურდა თქვენ? დაიტოვე ხურდა. მადლობა ძმა. მადლობა, გამშვიდობი. კარგად იყავით სულ წარმატებები. ამ ვიდეოში ზუსტად ერთი დღის განმავლობაში დილიდან ღამის ჩათვლით ვიშოვეთ 69 ლარი. ჩემი აზრით ნორმალური თანხა არის გორში და დღეზე არის 2000 ლარი, 2500 ლარი. რაც შეეხება ამ ვიდეოს მიზანს, ჩემი აზრით ეს მიზანი შესრულებულია. დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და 151 გაუთრზე გავათამაშეთ კომპიუტერს. წარმატებები ყველას.